Კონკრეტულად მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო ცნობზე FM 98 წერილები ნაგავს საყრელიდან ჟურნალისტებმა გლდანში უკვე მეორეჯერ მიაგნეს დამწვარ წინასაარჩევნო დოკუმენტაციას. ბუკლეტებთან და საარჩევნო სიებთან ერთად ამომრჩეველთა წერილებიცაა დამწვარი, თუმცა როგორც ჩანს, პოლიტიკური მაკულატურის სრულად განადგურებას წვიმამ შეუშალა ხელი. წერილებში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატისთვის ნიკო ხაჩირიშვილისთვის გაგზავნილი ასობით თხოვნა. პარტიული სიმბოლიკა, ამომრჩევლის სიები და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის კანდიდატის სახელზე დაწერილი გაჭირვებული ხალხის წერილები. მაგალითად, ამ წერილში ნიკო ხაჩირაშვილს პატარა ბავშვისთვის ოპერაციის გაკეთებაში ხელშეწყობას თხოვენ. თუმცა არჩევნების წაგების შემდეგ ეს თხოვნები როგორც ჩანს პოლიტიკურ მაკულატურად ჩაითვალა. მოდი ვნახოთ გლდანელებისთვისაც უკვე გადასაგდები თუ არის ეს პრობლემები. ერთ-ერთი წერილის ავტორს ავღანეთის ომის ვეტერან გენადი მაისურაძეს თემქაზე ეგრეთ წოდებულ სამხედრო დასახლებაში მივაგენით. ხო, მზია, ჩვენი ის მეზობელია რა. ხო. კოორდინატორია? ხო, ნაციონალების ის იყო რა, მოვიდა მითხრა რომ რაი გინდა, როგორ გინდაო რა. მე ვთქვა ვერ დავდივარო. შეგეხმარებითო რა, კაროჩე ოპერაციას გაიგეთებთო და გუში ველაპარაკე და არაო წავაგეთო და აღარ საცხოროს ქალტონიმზია. მიოთახე. პრომობინაშია? აგე პიტაბირე, ორეთახე. შეხო ხელმაც. ქალტონიმზია მზადებით? დიახ. თქვენი ყავით ნაციონალების კოორდინატორი. წერილი აღმოვაჩინეთ. დამწვარი ვიპოვეთ, ეხლა გლდანში გადაგდებული. მე შუაში ვარ დამწვარი იყო. რატო ხეთ? იმიტომ რომ არ არის საჭირო. დაპირებებს თუ აძლევდით მაინც? არაფერს არავის არ ვაძლევდი. მე არ შემიძლია არავის დაპირებას არ ვაძლევ. დეპუტატობის ყოფილ კანდიდატს ნიკო ხაჩირაშვილს დღეს ინტერვიუსთვის არ ეცალა. ტელეფონით კი კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარი ვერ გააკეთა. მილიონობით წერილი შედის ნებისმიერი მაჟორიტარის ბიუროში, მილიონობით წერილი. მაგრამ ვერავითერს ვერ უკეთებს მაჟორიტარი, სანამ არ მიიღებს უფლება მოსილებას. არის ერთ-ერთი შეკრული იმ პერიოდში. მილიონი თხოვნები ზეპირი, მილიონი თხოვნები, ესე ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი არის. მოსახლეობის წერილობითი თხოვნის მიღებაში კანონდარღვევას ვერც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ხედავენ. თუმცა ამომრჩევლის მოსყიდვად თვლიან ამ წერილების პროვოცირებას. მოცემულ საქმეში კი საინტერესოა ის გარემოება, რომ სწორედ პარტიის აქტივისტი, ამ შემთხვევაში კოორდინატორი, ახდენს ამ წერილობითი თხოვნის, ასე ვთქვათ, შედგენის პროვოცირებას. დამწვარი საბუთები ინფო9 ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. იურისტებისგან განსხვავებით პატრულმა როგორც ჩანს დანაშაულის კვალი ვერ შეამჩნია. პოლიტიკური მაკულატურა ღიაცის ქვეშ რჩება.